დავიწყოთ აფხაზეთით, გაგრაში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და 8 გრადუსი არის მოსალოდნელი, გადაპიროცულად სოხუმში, სადაც წვიმს და ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსამდე შენარჩუნდება. ზუგდიდშიც 8 გრადუსია და უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. აი მესტიაში თოვს და -2 გრადუსი იქნება მოსალოდნელი, ფოთშიც 8 გრადუსი და წვიმა. ნახოთ რა ხდება ბათუმში, სადაც ასევე წვიმს და 9 გრადუსამდე დათვება ჰაერის ტემპერატურა, ოზურგეთშიც წვიმა არის მოსალოდნელი და 8 გრადუსი ტემპერატურა შენარჩუნდება. წვიმს ასევე ქუთაისში და 7 გრადუსია მოსალოდნელი, რაც შეეხება ამბროლაურს, აქ უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და 5 გრადუსი შენარჩუნდება. თოვს ახალციხეში 3 გრადუსამდე დათვება ჰაერის ტემპერატურა, თოვლია ასევე ბორჯომში, სადაც 4 გრადუსი შენარჩუნდება დღეს განმავლობაში, აი ბაკურიანში არ თოვს, თუმცა -2 გრადუსი დაფიქსირდება. გორში 3 გრადუსამდე დათვება ჰაერის ტემპერატურა, ხოლო თოვლია ცხინვალში, სადაც 2 გრადუსი შენარჩუნდება. რაც შეეხება სტეფანწმინდას, აქ უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და -3 გრადუსია მოსალოდნელი, -8 გრადუსი და თოვლი არის გუდაურში. თელავშიც თოვს, სადაც 3 გრადუსამდე დათვება ჰაერის ტემპერატურა, რუსთავშიც თოვლია გამოცხადებული და 4 გრადუსი და რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, აქაც თოვს, არასწორად არ მოგჩვენებია ლაშა და 4 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში. ესე იგი, თავარია რომ დიდხანს გაგრძელდეს. როგორ მინდა რომ კარგი და ახალი წელი დაემსგავსოს ისეთ ახალ წელს, როგორც ბავშვობაში მახსოვს. გადათეთრებულ ძალიან დიდი ხანია თოვლი არ ყოფილა ჩვენს დედაქალაქში.